პირველი რითიც უნდა დავიწყოთ, ნებისმიერი მსგავსი გადაადგილება ბრჭყალებში და სინამდვილეში ადამიანების თანამდებობიდან გაშვება და ჩვენ ვხედავთ ხოლმე თითქმის 40-ზე მეტი ადამიანი წამყვანი თანამდებობის პირი ან განათავისუფლეს, ან დააქვეითეს, ან საერთოდაც დაკითხვაზე დაიბარეს და შემდეგ დააკავეს, ხო, მათ შორის სულში. ეს ყველაფერი ცხადია, არის გამოხატულება იმ პრობლემისა, რომელსაც ჰქვია ის, რომ ქართული ოცნების წევრობა, დღეს რეჟიმის წევრობას აქვს ფასი. ეს ფასი არის ძალიან მძიმე და ძალიან მაღალი. სწორედ აი ამ ფასის გადახდის გამო რეჟიმი ცდილობს, რომ შექმნას ეს ალტერნატიული რეალობა მისი რაღაც სტაბილურობის, იმიტომ რომ სიამბლეში მსგავსი რეჟიმები ავტორიტარული სისტემებით განან მოჩვენებით სტაბილურობაზე, იმაზე რომ არსებობს გარკვეული რამდენიმე ტიპის გუნდები, შიგნით ან რეჟიმების შიგნით და ეს გუნდები ერთმანეთს აბალანსებენ, მათ შორის დაპირისპირებებით, მათ შორის ვინმე სად როგორ წაიღებს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ მთელი ამ ბალანსის მორღვევას და ეს მათ შორის არის იმის გამოხატულება და იმის დამსახურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა და იზოლაცია, როგორც მორალური იზოლაცია ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ხადია კიდევ ერთხელ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაც ფინიშის ხაზთან მივედით და ამით ქართული ოცნების რეჟიმი დამარცხდა და ასე შემდეგ, თუმცა ეს არის ხელშესახები წარმატება და შედეგი იმისა, თუ რა მოაქვს რეალურ თანმიმდევრულ ნაბიჯებს ერთის მხრივ ქვეყნის გარეთ და აქედან გამომდინარე ქვეყნის შიგნით და პირიქით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ ეს ორი კომპონენტი ერთმანეთთან ბმაშია და საბოლოო ჯამში ასახვას პოვებს ყოველთვის პირველი რღვევის ნაწილში გუნდის შიგნით, ეგრეთ წოდებული გუნდის შიგნით, რეჟიმის შიგნით და თუ ჩვენ ისტორიას გადავხედავთ ზოგადად როგორ მარცხდებიან მსგავსი ტიპის რეჟიმები და არა მარტო მსგავსი ტიპის რეჟიმები, მათ შორის დემოკრატიულ წყობილებებში, ხო გუნდის შიგნით შიდა პარტიული დაპირისპირებები ხშირად ხდება იმის გამოხატულება და ადამიანებისთვის იმის დაჯერების მიზეზი და საბაბი, რომ ხო ამ გუნდს აღარ აქვს სტაბილურობა, ხო ჩვენ რა ვიცით, ხო როდესაც ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად უჭირდა და სტაბილურობას ვეღარ განასახიერებდნენ, ბიძანიაშვილი გამოდიოდა ყოველთვის ფრონტის ხაზზე, ხო იგივე 20 ივნისი რო ავიღოთ, ხო 20 ივნისის შემდეგ, როდესაც პირველი ყველაზე დიდი და რეალური დარტყმა მიიღეს 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ მაშინ დემოკრატიულად, ხო 24 ივნისს ივანიშვილს მოუწია გამოსვლა და იმ განცხადების გაკეთება, რაც მან გააკეთა, ანუ ის საზოგადოებას და პირველ რიგში საკუთარ ამორჩეულს დაენახა როგორც ამ სტაბილურობის წყარი გარანტია. მე შეგახსენებთ 2 წლის წინ 28 დეკემბერს რო დაბრუნდა პოლიტიკიდან მორიგჯერზე გასული ბრჭყალებში და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის გაგრძელება და გამოხატულება ერთი ქვეყნის შიგნით არსებული წინააღმდეგობისა და მეორე იმ სანქციების, რომელიც არსებობს და რომელიც აწუხებთ და რომ აწუხებს ეს ამის დადასტურება არის ის, რომ მათ შორის თქვენი მედიის საშუალებით გავრცელდა ჩანაწერი, როგორ რეკავენ ევროპარლამენტში და კითხულობენ, თუ როგორ შეიძლება გააუქმნონ ის სანქციები, რომლებიც ერთი შეხედვით მათთვის თურმე არაფერს წარმოადგენს და თურმე სიამბლეში ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს. ეს ასე არ არის და მათ შორის დასტურდება მსგავსი გადაადგილებებით და ერთსაც დავამატებ. ყველა მსგავსი ტიპის გადაადგილება, მაღალი თანამდებობის პირების გაშვება, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია და რღვევის მინიმუმ დასაწყის მიუთითებს, აი ფრთხილი შეფასება რომ იცით, მაგრამ ჩვენ თავარი გვავიწყდება. სიამბლეში როგორი ადამიანები გაუშვეს, ხო, ამ გაშვების ბირთვში ვინ იყვნენ? სპეცრაზმის უფროსი, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები, ყველა ის ადამიანი, ვიზეთ საბოლოო ჯამში დგას ეს ძალაუფლება, ვინც აკეთებდა ყველა იმ შავ საქმეს, რომელიც მაგალითად დეკემბერში 6 კრიტიკულ დღეში ჩაადეინეს, ხო, რუსთაველზე რო სისხლის მდინარეები მოაწყვეს. ამიტომ ყველას დღესაც ქართულ ოცნებაში არსებულ, არ ვიცი, მაღალი თანამდებობის პირებს, პოლიციაში იმ ადამიანებს, რომლებიც თანხმდებიან ამ ეგრეთ წოდებულ, არ ვიცი, პრივილეგიებს, რომლებიც მათ რაღაც უხატავენ რომ ექნებათ. ეს ყველაფერი არის დროებითი. ივანიშვილის ძალაუფლებას რა ინტენსივობითაც დასჭირდება, იმ ინტენსივობით მათ გააკეთებინებს კრიმინალურ ნაბიჯებს გადაადგმებინებს, დანაშაულს ჩაადეინებს და საბოლოო ჯამში ისე მოექცევა, როგორც მოექცა გიორგი გახარიას, რომელსაც დღეს ქვეყანაში ჩამოსული არა და ან ჩამოვა ან არა. კი ბატონო, ფინიშის ხაზი ახსენე ნიკა და იცით რა მაინტერესებს, აი რა მიგიყვანთ მაშინ აი მხართან, ან რა დააგაახლოვებთ ივანიშვილის დამარცხების აი წერტილამდე რომ მიხვიდეთ. მესმის კი ბატონო, გავიგეთ, რომ დროის საკითხია, რომ რაღაცა დიქტატორები ერთ კვირაში, ერთ თვეში, 6 თვეში არ მარცხდებიან, ხომ? რა არის მაშინ ის, რაც დაგაახლოვებთ უფრო შიგნით რო აქვთ პრობლემები, გავიგეთ, ეს მათი პრობლემებია, კიდევ ვიმეორებ, მესმის და ქართული ხალხის წარმატების გადმოძახილია მათ შორის. ეგ არ უნდა დაიკარგოს. ყოველთვის ჩვენ ბრძოლაში მესმის ესეც რთულია, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია ტრიალებს, ყოველთვის საინფორმაციო ველში ვართ, ქაოტური ვითარებაა და ყოველთვის თითქოს რაღაც ისინი ისევ აი ამ სტაბილურობის განცდას თითქოს ასხივებენ. სინამდვილეში ეს ყველა გადაადგილება ხარება, რომელიც იყო მათთვის ერთ-ერთი უახლოესი პირი და რომელსაც იცავდნენ ბოლო 3 წლის განმავლობაში თავგამოდებით, ხო, რაღაც ერთ ადამიანს არაფერი არ დაუზიანდა და ასე შემდეგ. ისიც კი ვერ გაბედეს, რომ ფორმალურად ხარებას რომელიმე თანამშრომელზე გამოძიება დაეწყო.
დავიწყოთ ფორმალურად. აქ დასჯაზე, რეალურ დასჯაზე ვინმე არ საუბრობს, ხო სამართლიან დასჯაზე. ესეც ვერ გაბედეს, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ მათი ძალაუფლების მეტი წილი სწორედ აი ამ ადამიანებზე დგას. ესეც ვერ გაბედეს. ამ ადამიანების წასვლა საბოლოო ჯამში არის მათ შორის კი პირველ რიგში იმ წინააღმდეგობის, იმ ქართველი ხალხის ნების გაუტეხლობის, თანმიმდევრულობის და წინააღმდეგობის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეჟიმისთვის ხელის არ ჩამორთმევის გადმოძახილე ერთ პაკეტში რო ავიღოთ ეს ყველაფერი და ამ ყველაფრის ეს ვთქვათ საბოლოო შედეგი, რასაც ჩვენ 200 დღეზე მეტი აუყურებთ. რა მიგვიყვანს ამ ფინიშის ხაზამდე თქვენ კითხვა დასვით და აი აქედან უნდა ამოვიდეთ ჩემი აზრით. აქ მე რამდენიმე კომპონენტად დავყოფდი ამ ყველაფერს. მე ამის ყველაფრის ამომავალი წერტილი მქონია ის გზა, რომელიც 26 ოქტომბრის შემდეგ და განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ ჩვენ ყველამ პროდასალურმა პოლიტიკურმა ძალებმა და საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა ავირჩიეთ, ეს არის რეჟიმთან არ თანამშრომლობა. ამაზე დაფუძნებით უნდა იყოს ყველაფერი სამომავლოდ გაკეთებული და რატო? ჩვენ რა ვიხილეთ, ხო რა უნდა და მოდი კითხვები დავსვათ და ამ კითხვებსაც პასუხი გავცეთ და საბოლოო ჯამში შეიკრება ის პასუხი, რომელიც თქვენს კითხვას ჰქონდა. რა უნდა და ქართულ ოცნებას? უნდა და თუ არა რომ ჩვენ შევსულიყავით პარლამენტში, გვეღიარებინა ამით 26 ოქტომბრის რუსულ სტილში გაყალბებული არჩევნები, რაზეც შეთანხმდა ყველა მთელი საერთაშორისო საზოგადოება და მიიღო თუ არა ლეგიტიმაცია. კი უნდა და მიიღეს, ეს არ მიიღეს. უნდა და თუ არა ამ ეგრეთ წოდებული პარლამენტის შემდეგ შექმნილი ეგრეთ წოდებულ კომისიაში, რომელიც საბოლოო ჯამში, რომლის მიზანით საფუძველშივე იყო ანწუხელიძის პიარისთვის, ეს ვთქვათ, თავისუფლად გასაღება და ომის საკუთარ ქვეყანაზე დაბრალება, ამაში მონაწილეობა მიგვიღო და ამით ლეგიტიმაცია მიიღოთ, კი უნდა და ეს დაადასტურა მათ შორის თია წულუკიანმა, გიორგი გახარია, როდესაც ჩაერთვა, ეხა ბოლოს, როდესაც სხდომის დაწყება, ეგრეთ წოდებული სხდომის დაწყების წინვე უთხრა. ბოლო-ბოლო აღიარებთ ამ პარლამენტს თუ არ აღიარებთ? ირაკლი კობახიძემ ერთი კვირის წინ ორი ღირშვალში ორჯერ თქვა, იმიტომ სხედხართ ციხეებში, რომ არ აღიარეთ და ხელი არ ჩამოგორთ და მივდივარ. ჩვენ თუ ხედავთ, რომ ეს უნდათ, ჩვენ ავაკეთოთ ის, რაც რეჟიმს ყველაზე მეტად აწუხებს, იმიტომ რომ რაც აწუხებს ის აზიანებს. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაციის არარსებობა, რომელიც მოდის ქვეყნის შიგნიდან არაღიარებიდან და ქვეყნის შიგნით მორალური იზოლაცია აწუხებთ. ეს ფასი იჯდება და ამ ფასის გამო ისინი ამკაცრებენ და იღებენ დრაკონულ კანონებს. მაგრამ ჩვენ რაც უნდა გვახსოვდეთ, საბოლოო ჯამში არ არსებობს სისტემები, არ არსებობს ისტორიაში პრეცედენტი და მაგალითად საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში დამარცხებული, ვინმე შევახსენებ თუ ვინმე საახსოვს, მათ შორის ბოიკოტის გზით და ბოიკოტის გზა იყო ის მექანიზმი, რითიც საბოლოო ჯამში მაშინ ეროვნული მოძრაობის ლიდერობით ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თავისუფლება. არ არსებობს ისტორიაში მაგალითები, რეჟიმმა ჟარგონს გამოვიყენებ, მოუჭიროს ესე თავისუფლებას, მიიღოს ყველანაირი დრაკონული კანონები და შემდეგ სადღაც ხალხის გაუტეხელმა ნებამ და წინააღმდეგობამ ისე ძლიერად არ გამოხეთქოს, რომ საბოლოო ჯამში რეჟიმი მთლიანად წალეკოს და გაუშვას და მივიჩნოს მას პოლიტიკური განაჩენი ისტორიის წიგნებში, ხო? ეს ჩვენ ნახეთ ამ ქვეყანაშიც, ნახეთ ამ რეგიონშიც და ვინმეს თუ არ ახსოვს, კიდევ ერთხელ შევახსენებ. მსგავსი ტიპის მარწუხებს უჭერდა, მათ შორის იანუკოვიჩი უკრაინაში რამდენიმე წლის წინ, მაგრამ საბოლოო ჯამში იქაც მარცხით დასრულდა. გასაკეთებ. ლელოს წარმომადგენელი საუბრობდა, ჩვენს ამ ეთერში შემოვიდოთ და ძალიან მოკლედ მოვყარიყური, რომ თქვა რომ ჩვენ ვეცდებით და მოუწოდებთ, რომ დავარწმუნოთ ჩვენი რაღაც კოლეგა პროდასალური ძალები, რომ ისინი ჩაერთონ ამ ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მოკლედ ეს იყო. არა, მან ჩვენ რომც დაგვარწმუნოს, რაც არ მოხდება არასდროს ამ ვითარებაში განსაკუთრებით. ამ გუნდს დასარწმუნებელი ყავს რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების 70%-მდე. ამ გუნდს დასარწმუნებელი ყავს არა 10 და 15%, რაც ისეაც ფაქტორი იქნებოდა აქტიური მოქალაქეების, ხო? როდესაც საყოველთაო მობილიზაციას საუბრობენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ 70% კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, აქტიური ადამიანების უარს ამბობს ამ რუსულ ყალბ კრიმინალურ საარჩევნო ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობის. ეს რა კვლევა არის ეს? ბოლო კვლევა, რომელიც იაგო კაჭკაჭიშვილმა გამოაქვეყნა. ამიტომ ეს რაღაც საუბრები, რომ ჩვენ ვეცდები დავარწმუნოთ ისინი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის უბრალოდ ლამაზი სიტყვები. ასევე ლამაზი სიტყვებია, მათ შორის რაღაც ის ერთობაზე საუბარი და მხოლოდ ლამაზ სიტყვებად დარჩება, იმიტომ რომ რეალურად ამ გუნდმა რაც გამოამჟღავნა სამწუხაროდ, ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, არის არათანმიმდევრულობა და სიტყვას ფასი დაუკარგეს მორიგჯერზე პოლიტიკურ პროცესში. მათთვისაა ეს ცუდი, იმიტომ რომ მე მახსოვს მათ შორის მათი განცხადებები და მათი ლიდერის განცხადება თქვენივე ტელევიზიის ბოლო ეთერში სამ დააკავებდნენ, რომ თუ ერთობა არ იქნებოდა და ისინი ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ და გუში რა შეიცვალა არ ვიცი. ზოგადად რა შეიცვალა იმ ხაზიდან, რომელზეც მთელი გუნდი ბრიფინგზე ატარებდა და ამბობდა, რომ არ თანამშრომლობა არის წარმატების მომტანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და დღეს რატო გახდა მარცხის ფორუმა, ეს არ ვიცი. თავარი რაც არის, თქვენი კითხეთ, რას ვაპირებთ და რას უნდა ვაკეთებდეთ აქედან გამომდინარე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენ უნდა შევადგენოთ სიამბლეში სამი კომპონენტი უნდა გქონდეს მოქმედების. ეს არის ალტერნატივის ჩვენება იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ ამ რვა პოლიტიკურ პროდასალურ ძალას
დაბადებას, მეორე შეგვიძლია ვაჩვენოთ ეს ალტერნატივა და მესამე ადამიანებს ვაჩვენოთ ის, რომ სინამდვილეში ის წარმატება, რაც აქამდე მოვიტანეთ, ყველამ ერთად საქართველოს მოქალაქეების გაუტეხილნებასთან ერთად, საბოლოო ჯამში ეს არის გზა გამარჯვებისკენ. ეს არის გზა გამარჯვებისკენ, მათ შორის ის თავდადება, რომელიც აჩვენეს როგორც სინდისის სხვა პატიმრებმა, ასევე პოლიტიკურმა ლიდერებმა ერთადერთ პაკეტში.